გამარჯობა, დღეს ჩვენი სტუმარია პანჩო. სანამ დავიწყებთ გადაცემას, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხარდამჭერია კურსი G და პირდაპირ გადავიდეთ სტუმართან. პანჩო, მაშინ პირდაპირ უთხრეთ, დაგვეხმარეთ რა თუ შეიძლება რა. იმიტომ რომ კაი გადაცემას აკეთებ, ნახე მე სანამ მოვიდოდი. მადლობა. ინტერნეტში ვნახე და ძალიან საინტერესო მუსიკოსები ყავთ, ძალიან მომეწონა და კაი ჩაწერილია და კაი ხმარი და მადლობა დიდი. რასაც აკეთებს. პირველ რიგში მაშინ რადგან პანჩო მითხარით, სახელზე მინდა რომ გითხოთ, რომ მე თქვენი თაობა არ ვარ, მე შემდეგი თაობა ვარ, მაგრამ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი გამორჩეული. ლევანჩოს მეძახდნენ ბავშვობაში და 3 წლის ვიყავი, რომ ჩემმა ძმამ რატომღაც ლევანჩო კი არა, პანჩო არისო და რატომღაც პანჩო და შემჭა მაკედან მოყვება პანჩო. და საერთოდ სანამ სიმღერას დაიწყებდით, იქამდე უკვე გეძახდნენ. ნუ 3 წლის ვიყავი. ძალიან პატარა ხო. და მაგრამ სასცენო სახელიც შემორჩა პანჩო. მაგრამ ეს მაგაზე არ მიფიქრია, რომ სასცენო სახელი შეიძლება გავხდარიყო როდესმე, მაგრამ ზოგადად სცენაზე ფიქრობდით თავიდანვე თუ ეგეც რაღაცა ექსპერტად მოხდა? არა. თავიდანვე ხა დედა მღეროდა და პატარა რო ვიყავი ეს მომენტი მახსოვს რომ დედას დაქალებთან დავდიოდით ერთად და იმაზე ტაბურეტკაზე ვიდექი და მღეროდი და ისინი ტაშს მიკრავდნენ და მაგრამ კი არ მღეროდი სასაცილოდ მღეროდი და იმიტომ მიკრავდნენ ტაშს და მაგრამ არასდროს არ მიფიქრია რომ სცენაზე მე მღერა. მიუხედავად იმისა რომ ნაფიქრი მქონდა რომ მეთქი ბუკიას ბაღში რო ვიდგე გიტარი და მღეროდი გოგო მომწონდა ბუკიას ბაღს უყურებდა მისი სახლი. კუთხის პეკინის კუთხის სახლი. ხო და ეგეთი რაღაცები მქონდა, მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე არასდროს არ მიფიქრია. როდის გაჩნდა ეგ ამბავი პირველი სერიოზული? რომ აი მოდი ხუარჯობია, ან საერთოდ სიმღერასთან. ეს გაჩნდა როცა ჩავიწერე პირველი სიმღერა სტუდიაში და გავიდა ეთერში, რადიოთი გავიდა და როცა ხალხის მოწონება დაიმსახურა. 90-იანების შუა არის და ახლო შუა რიცხვები შუა წლები არის 95-96. კი ბატონო. მაშინ რა საშუალებები გქონდა იმ დაქცეულ შაუბნელად აი ზუსტად რომ საშუალება რო არ მქონდა ერთი სიმღერა ფული შევაკოწიცეთ და მეგობრებმა რომელთანაც ერთად ავაწყეთ ეს სიმღერა უბერავს ქარზე მაგალითად უბერავს ქარი იყო პირველი ტრეკი რომელიც სტუდიურად ჩაიწერა ხო ჩავიწერე სტუდიაში ეს იყო პავკა კვაჭაძის და ზურა რამიშვილის სტუდია ბატონი ოთარიშვილი არის ზურა და პავკა კვაჭაძეს მუსიკოსია ნუ არაჩვეულებრივი ხალხია მათი მხარდაჭერა რო არა მე ალბათ ისე ჩემ მეგობრებთან ვიმღერებდი სახში გიტარაზე რა მხარდაჭერა კი არა დაჯინებული მხარდაჭერა იმიტომ რომ ეს სიმღერა რო ჩავწერე 2 თვე გავიდა მაშინ არ იყო ეს ინტერნეტი არ იყო არაფერი იყო რადიო და რამდენიმე რადიო მაუწყებლობა და თუ ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა უსმენდნენ ნუ მანქანაში უსმენდნენ და ეხლა სახში მე რადიოს არ უსმენდი და ამიტომ არ ვიყავი საქმის კურსში რა ხდება შემხვდა პავკა და ისო პირველ ადგილზე ხარო ხიტი არისო მწვანე ტალღა იყო მწვანე ტალღა იყო კი რადიო ხო და ხიტი არისო და ხიტი პირველ ადგილზე ხარო 2 თვე არისო უკვე რა 2 თვის მერე გაიგეთ რომ პირველზე იყო ხო და მეთქი მეორეზე ვინ არის და მეორეზე ჯექსონი იყო და მესამეზე ვიღაცა მითხრა მაგარი ვაჰ და მოდიო მოკლეს თუ სიმღერები გაქვსო და მე უცხარი ხო მეთქი ბევრი მაქვს მოდიო ჩავიწეროთო მე უცხარი სიმღერები მაგ ფული არა მაქვს მოგლეთო ჩვენო გადავწყვიტეთო მე და ზურამო და უფასოთო ჩაგიწერთო დაგეხმარებით ჩაწერაში და მე გამოუშვათო ალბომიო და ვნახოთო რა გაყიდულ მაშინ კასეტების დრო იყო და პირატობა და რავი რა რაც მათმა ჩემ კასეტებზე ფული ჭამეს ის რომ მომწა ეხლა მილიონერი ვიქნები პერიოდი კი და ესე მივედი, მაგრამ სიმღერა მაინც არ მინდოდა, იმიტომ რომ ნუ ხო ხედავ მე მომღერლის 100%-იანი სმენა არა მაქვს, ხმაც არა მაქვს ისეთი მომღერლის და ამიტომ მეთქი მე არ ვიმღერებ, ჩემს სიმღერებს სხვებს ვამღერებ და მოვიყვანე გოგო და ქალი და კაცი უბრალოდ რომლებიც დუეტში მაგრამ მღეროდნენ ნანკა გერლოვანი და მისი მეუღლე და ფანტასტიკური გამოვიდა იმღერეს და არაჩვეულებრივად მოუხდა ეს ორ ხმაში იმღერეს, აი
რომელი სიმღერა იყო თუ არა? ამ შემოდგომის იმღერეს და არის ეს ჩანაწერი არსებობს თუ თქვენთვის ჩაწერეთ? არა, ეს ჩავწერეთ სტუდიაში, რომ იმათ მოესმინათ პავკას და ზურას. საბოლოო ჯამში არ გამოსულა. მოусმინეს და მითხრეს, რომ აი შენო მე ვუთხარი ფარშებით მღერი ვარ. და არა ვარ, აი შენო ფარშებით რომ მღერი ხანო და ესე ჩახლეჩილი ხმა გაქო რაღაც, აი ეგ უხდებო შენი რო არ და შენ რომ მღერი ხარო, იმინა ეგ არისო, თავარიო და მოკლედ დიდი ჯაჯგურის შემდეგ დავიწყე ალბომის ჩაწერა და ჩავიწერე ალბომი. ძალიან სწორად კი, როგორც აღმოჩნდა, ხო. ძალიან დამახასიათებელი იყო. იმიტომ რომ ეხლა ნაღდათ ცოდო იქნებოდი, რომ ეხა ისევ სახში ვიზდა სიმღერებს ღეროდე, ხო ეგრე იქნებოდა, სხვანაირი ნაბიჯი რო გადამედგა. ალბათ კი, იმიტომ რომ თუ თქვენ არიყავით თვითონ დაინტერესებული იმით, რომ სცენაზე მდგარიყავით, დიდი ალბათობით ხო არაფერი და დარჩებოდა ესე ამხელა ისტორია, რომელიც თელ ჩვენ თაობის ჩემთვის ისე რომ თუ ადამიანს უნდა მე ძალიან მინდოდა ის ტენისის ჩოგანს ვიღებდი და იმაზე ვითომ გიტარა პატარა რო ვიყავი მინდოდა და გიტარა რო ნახე მე თვითონ დავიწყე იმის ჩალენჯი აკორდები დაუკარე მე თვითონ ხო და რაც მაშინ დაუკარე იმის შემდეგ აღარც მისწავლია ისე იმ აკორდებს უკრავ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ძალიან თუ ძალიან გინდა და თუ ოცნება გაქვს აუცილებლად მიიღწევ კი. რამე ფინანსური ის ქონდა მაგას მაშინ ალბომების გამოშვებას, კონცერტები, რაღაცები 95-96 წლებში რა გასაქანი იყო ფინანსურად, რომ მუსიკოს ფული ეშოვა. ეხლა ჭირს ამ ამბავში და მაშინ საერთოდ მაშინ იცი რა ერთი პერიოდი იყო, რომ არ იყო არაფერი. ერთი პერიოდი იყო, რომ შემოიყარა ეს კლუბები რო გააკეთეს და მთელი დღე და ღამე მუშაობდნენ და ხალხი დადიოდა და მუსიკოსების დაკავებულები იყვნენ და უფრო მეტი ყურადღება ექცეოდათ მუსიკოსებს, რაღაც ფესტივალები ტარდებოდა, რაღაცები ტარდებოდა და მოკლედ მოძრაობაში იყვნენ და მთლიანად ქალაქი ცოცხლობდა. ეს ცნაური პერიოდი 90-იანების ბოლოს გულისხმობთ ალბათ, ხო? 2000-იანების დასაწყისი რა. კი ბატონო. როცა მუსიკა წესით არ უნდა ყოფილიყო რაღაცა პიკში, მაგრამ მე მგონი მაშინ უფრო იყო ეს შოუ ბიზნესის თემა, ვიდრე ეხლა ბევრი ბენდები. ეხლა თითქოს რა ვიცი. ეხლა წამოვიდა კი რაღაცები უკვე. აი ცოტა ნელ-ნელა იძვრება თითქოს რა. მე მახსოვს და მე მიხარია რომ ძალიან პატარა ვიყავი თქვენს კონცერტზე ვიყავი. ან სპორტის სასახლეში იყო, ან თამარ მეფის და აი გერმანიის საელჩოსთან რაღაც დარბაზი იყო თეატრის ეზოში. თუ არ ვცდები, ან კი ბატონო იყო მან. ხო, და ძალიან მახსოვს, რომ აი ეგეთი მაშინ ჩვენთვის ძალიან ისეთი იყო ეგეთი კონცერტი, სახე იყო პოპულარული. ეხლა უკლებების დაცვის სამსახურია, რომელიც ეხმარება მუსიკოსებს, რომლებიც მუსიკოსები არიან რაღაცა გაკეთებული და ყოველთვიურად კი, ეხლა მე მაგალითად მაგაზე ვცხოვრობ. რომელ Spotify კონცერტს გავაკეთებ რა, მაგრამ ესეც რო არ იყოს, იცი რა არის, როცა სტაბილურად რაღაცა თუ ვიღაც სულ ცოტა იყოს, მაგრამ როცა სტაბილურად არის, მაინც სხვა არის რა. და ადრე იყო როგორც კონცერტს რო გავაკეთებდი, შეიძლება 3 თვე არ გამეკეთებინა მე არაფერი, იმიტომ რომ არ იყო პროსტა კონცერტი. ხო, ну მაშინ ხო და რთული პერიოდი იყო და ეხლა აი სტაბილურად აი ეს მომენტი არის, რომ სულ ვიძახი ამას, რომ ოჯახ კაი რამე გააკეთეს. იყო ადრე უფლებების დაცვა, მაგრამ არ მოქმედებდა ეს დაცვა. შეუძლებელი იყო ვინმესთვის რამე. ისეთი ის იყო სასაცილოა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის მაგ მხრივ. აი 90-იანების პერიოდში ძალიან პოპულარული იყავით და რამე ის იყო, თქვენ როგორ გძნობდით ამას? გარეთ იგრძნობოდა, აი რა დონეზე იგრძნობოდა და ზოგადად თუ არსებობდა ეგ ცნება ჩვენ რეალობაში რაც მაშინ პოპულარობა? აი გარეთ გამოსვლა, გრძნობდნენ, რაღაცა სასიამოვნო დადებითი მხარეები ხო აქვს პოპულარობას და მაშინ იყო ეს? აი ეგ არის ყველაზე მაგარი დადებითი მხარე, რომ ხალხი გიღიმის, ხალხს უყვარხარ და სულ ამაზე გეუბნებიან, ქუჩაში გაჩერებენ და როგორც შენი ძახი რომ აი ბავშვობიდან აი ამას გეუბნებიან რომ ვიყვარხარ და შენს დასაკვირველია ადამიანი როცა გიღიმის
შენ გინდა თუ არ გინდა, იმასაც უღიმი რა. ეს ღიმილი ისეთი რამეა, რომ დადებითი მაგაზე კი თქვენთანაც ვიტყვი, ყველა გადაცემაში ვბაზრობ ამაზე და იქნებ ვინმე როდისმე გააკეთოს ეს ერთი დღე გააკეთოს ღიმილის დღე. როცა ყველა ვინც ერთმანეთს შეხვდება ქუჩაში, ერთმანეთს გაუღიმი. მაგრად გაუჭირდება მოსახლეობა. არ გაუჭირდება, ერთი გაღიმება და შენ ნახე პროსტა დღის ბოლოს რა დამოხტულები იქნებიან და რა ბედნიერები იქნებიან, პროსტა იმიტომ რომ ქუჩაში ხალხი გიღიმის, მეტი არაფერითო. წარმოუდგენელი რამეა, იმიტომ რომ მე ამას ვგზნობ, ეხლა მე მაჩერებენ და მიღიმიან და რაღაცა, მაგრამ მაგარი რამეა ძალიან. ყველა ერთმანეთს რო გაუღიმოს, ყველა მაგაზე მაგარი არაფერი არ იქნება. ერთი დღე და ვინც არ გაიღიმეს პანჩური. ესე მაგის გარდა რამე სენტიმენტები შემოგრჩათ იმ პერიოდიდან რამე გენატრება ისეთი აი რაღაც მაინც ხო რაღაც გქონდა იმ პერიოდს მიუხედავად ყველაფერისა რაღაცა ხო ყველაფერი მენატრება და ეგეთი ბძნული ფრაზა ვთქვი როცა არაფერი გქონდა მაშინ ყველას ყველაფერი გქონდა ეხლა როცა ყველაფერი გვაქვს რატომ რო არაფერი მაქვს მაშინ ეგრე იყო ხო ყველა არავის არაფერი არ ქონდა მაგრამ ყველას ყველაფერი ქონდა გადასარევად ცხოვრობდა ხალხი და რაც თავარია აი გადასარევად ცხოვრობდა ვიზახი ურთიერთობის ადამიანურ ამბავში ნუ რაღაც სხვა სიტუაცია იყო არ არის ახლა ეს სიტუაცია ვერ აგიხსენ აი რო ვიზახი კლუბები იყო ამ კლუბებში ყველას ვიღაცას კონცერტი ჰქონდა ესე ერთი საღამოს რო გამოხვიდოდი საწავიდეთ ვის კონცერტზე წავიდეთ აქ თან იცოდი სად ვინ მღეროდა და იმ ინფორმაციულ ვაკუუმში როგორ ახერხებდა ან ორგანიზატორი რო ყველას ცოდნოდა სად რა იყო ან თქვენ როგორ ახერხებდით ამ მუშაობაში კომუნისტების დროს ხო არ იყო ის ხელის ტელეფონი და ინტერნეტი იყო არაფერი არ იყო ყველანაირი საქმე კეთდებოდა აბსოლუტურად ყველანაირი და იყო გადასარევი ყველას ნახულობდა არავინ არ იკარგებოდა ხო არავინ და არც საქმე პუშტებოდა და არაფერი როგორ ხერხდებოდა ეს თო მე ეხლა ვერ წარმომიდგენია მეც მოვესწარი იმ პერიოდს ინტერნეტი რო არ იყო მაგრამ ხო მაგრამ ხო გამოვიარეთ ეგ პერიოდი და ხო პრობლემა არ იყო რა ტელეფონი ხო არა რა თქმა უნდა ჩაულებრივად ცხოვრობდა ხალხი და უფრო ბედნიერად ეს გივი აქ არის არა დაველოდებით აი ეგ მომენტია ვერ დაურეკავ დაველოდებით ისდენ და ელოდებოდა ეხლა წარმოუდგენელია ყველასთვის რა რომ ვიღაცასთან გინდოდეს და არეკვა და უნდა დაელოდო სახში როდის მივა სახლის ტელეფონზე დაურეკო ძალიან უცნაური დრო იყო მაგრამ ქონდა რა როგორც თქვენ ზა ეხლა მაშინ რო გეტყვა რომ ესე ვივლიდით ქუჩაში და ტელეფონით ვილაპარაკო მაშინ გეტყოდნენ რომ უცნაურ რაღაცებს ლაპარაკობენ ეგ ყველაზე მარტივად უცნაური ბიჭი ხარ ეგ ყველაზე მარტივად გეტყოდნენ მაგრამ ესე გააქვთ რამე გაგეგმილი ახალი სიმღერები დაწყებული და დაუმთავრებელი როგორც კი დააპირებთ რომ რაღაცა სახე მისცეთ ალბომის ან სიმღერები მაქვს ბევრი დაწერილი და არ ჩაწერილი მოკლედ რა და ხო მინდა რომ კიდე ერთი ალბომი გამოუშვა და აი როგორ რა ეტაპზეა ეგ ამბავი ახლა მინდას ამბავზეა იმიტომ რომ ერთი ალბომი ჩაწერილი მაქვს სტუდიაში და სახში მიდევს რომელიც არ გამოსულა მაგრამ ნუ რადიოში მივიტანე სიმღერები და რადიო ატრიალზე ალბომი არ გამოსულა სახში მაქვს და ალბომის გამოცემას არ ვჩქარობ ამის თქმა მინდა ამითი რა არ ხართ ჯერ კმაყოფილი მაგ ხო ნუ აი როზე უნდა დაარიგო ვიღაც ახლობლებთან რაღაცა და რა უნდა უქნა მე იმ ალბომს აიღო დადო მაშინ რა ქვია კარფურში თუ საწავიღო მე YouTube-ზე ან Spotify-ზე მე მგონი მეტი სხვაგან ჩვენი გასაქანი არ არის ხო და ამიტომ ამის გამოშვება იმდენი არ ჯდება სიმართლე რო გითხრა შეიძლება მაგის გაკეთება ხო მაგრამ აი რადგან ვატორმოვზებ, ესე იგი ჯერ არ მინდა. რატომღაც. კარგი, ძველ სიმღერებს დაუბრუნდეთ, მაშინ რა პროცესი იყო ამ აი ყველაზე ცნობილი სიმღერების ცაში ახედე 100 წლის შემდეგ. ამის წერის პროცესი, ანუ როგორ გვიხსნა როგორ წამოვიდა. როგორ იყო ეს 5 წუთი არა? ცაში ახედე დაიწერა კოლექტიურად. კოლექტიურად რას გულისხმობ? 3 ძმაკაცი, 3 შეყვარებულთან ერთად
სამშეყვარებულთან ერთად ვიყავით კიკეთში, კოტეჯში ვცხოვრობდით. ბიჭებს ღვინო ქონდა წაღებული და იქ ხო კიკეთი რა იყო ბაზალეთი. ბაზალეთი იყო იცი მთელი სასტავი იკრიბება და ვისაც არა და სმა და ერთი ამბავი მაშინ ეგრე იყო. და მოკლედ გოგოები უკმაყოფილება გამოთქვეს იმ დონეზე რომ ეს ბოცა აიღეს ღვინის და დაგვიმტვრიეს რა. და გვარებსაც ვიტყვი პარეგამ თუ მოусმენენ ხო გაუსურდებათ. მიშა გუძუას და ლევან ჩხაიძეს ბიჭები. ლევანას ჰქონდა წამოღებული კარავი, გასაშლელი. ხო და კაროჩე გამოუცხადეთ რომ თქვენ დედაც ვატირე და კაროჩე დარჩი თქვენ კოტეჯში ჩვენ წავედით ტბის პირას კარავს გავშლით წვათ შევწვავთ და რაღაცა და წამოვედით საქმე და წავიღეთ ეს კარავი გავშალეთ ამ ტბის პირას მიშკა გუძუაძე გავუშვით დუშეთში ხორცის მოსატანად დავანთეთ კოცონი და ვზივართ ველოდებით მოვიდა მიშა მოვიტანა ხორცი და მოვიტანა სანთლები მოყვე სანთლების ამბავის მოკლედ ქალი შემხვდაო რა გზაშიო და ამ ლოცა შემიყვანა თავის ასახშიო და კედლებზეო სურათები ქონდაო და შვილი ყავდაო გარდაცვლილიო და ავიღე და მთელი ეს შეკრა ვიყიდეო რა სანთლებისო და რა უყოთო ეხლა მეთქი მოდი ხეზე გავაკეთოთ რა დროგვა სანამ წვადი იწובה რაღაცა და მივაგდა კაგრას ჩამომნელდება და ავანთოთ მეთქი და მაგარი იქნება და მივამაგრეთ ეს სანთლები ხეზე რამდენი შევძელით კარტელი შეკრა იყო ავანთე ჩამომნელდა ცოტა ღვინო მოვწრუპე წვადი შეიწვა და რო წამოვგორდი ცაში ავხედე და როგორიც არის გადაჭედილია თან ბაზალეზე დიდი ვარსკვლავი რო ფანტასტიკური არის რა იქ დავიწყე სიმღერა რაღაც მომენტში გავჩერდი იქ ლევანამ აბა ესე გავაგზელე აბა მოვიდა ჩემო და დავამატე და არჩე სიმღერა ხალხური სიმღერა გამოვიდა ეხა არ მახსოვს იქ პირველი კუპლეტი ვიმღერეთ თუ ალბათ პირველი ერთი კუპლეტი რა მაგრამ აი იქ მოიხარშა ეგ სიმღერა მაგარითად მე გახდა ხო მე გახდა ხიტი Zažiakhede Ralamazi Vasklauta cvena Zažiakhede Ralamazi Este trimtoare Ralamazi Tedri grublevi Dawi damade No igrublevi Meshenet visminda Es vasklavi Toare da game Ralamazi Tetri grublevi Dawi damade No igrublevi Meshenet visminda Es vasklavi Toare da game Zažiakhede Ralamazi Es cisara tqela Zažiakhede როგორ უხდება მას ვარდისფერი Ralamazi ამზის ხილები დავიდამადენ იბღვირები მე შენთვის მინდა ამზის არტყელის ფერები ყველა Ralamazi ამზის ხილები დავიდამადენ იბღვირები მე შენთვის მინდა ამცის არტყელის ფერები ყველა Zažiakhede Ralamazi ეს სიყვარული Ralamazi რომ ამ სიყვარულს ფერება უნდა Ralamazi ამადე ფიქრი დავიდამადე მომეცი ფიცი რომ გეყვარები ამ ცხოვრებაში ვადარა მუდამ Ralamazi ამაზე ფიქრი დავიდამადე მომეცი ფიცი რომ გეყვარები ამ ცხოვრებაში ვადარა მუდამ Zažiakhede Ralamazi ვარსკვლავთა ცვენა
100 წლის შემდეგ უფრო მაგარი ისტორია. აბა ისეთ მაშინ. ადრე სიმღერებს რომ წერდი, ესე რომ მომდიოდა, მე უცებ გიტარას ვიღებდი და ცოლი ჯდებოდა პასტა და ფურცელი. და მე რომ მღეროდი, იმ სიტყვებს იწერდა, იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომ დავტრიალ და ვერ გავიხსენებ ზუსტად და ვერც ვიხსენებ. რაღაცას რო დამავიწყო, მე რომ ჩაამატო შენი იმითი რაღაცა, უკვე სხვანაირი გამოდის. აი როგორც გაძლევს ეგ არის. და მომწერდა თქვა ერთ კუპლეტს წავიმღერებდი, ორ კუპლეტს წავიმღერებდი, ორ კუპლეტს დაწერდა გაიგე და ვიმღერებდი და ვყრიდი იმაში პარკში რა. და მე პერიოდულად რაღაცა დრო რო გადავდა, ამ პარკს ქექავდი, რომ არაფერს არავინ არ გაძლევდა და ვიჭექი და ვიხსენებდი, რომ რომე რა არის რა. და ერთი კუპლეტი 100 წლის შემდეგ ეს ამ პირველი კუპლეტი რო არის, დაუწერე, აწერდა თარიღებს. და ამ 13 წლის შემდეგ რო ქეკე უკვე 10 ჯერ ამოღებული და 100 ჯერ ეს და წაკითხული და არაფერი 13 წლის შემდეგ გამოვიღე და დავიწყე ვიმღერე ერთი კუპლეტი და ამ დროს მომივიდა მეორე და ბოლო. და გამოვიდა რომ 13 წელიწადი ვწერდი ერთ სიმღერას რა. 100 წლის შემდეგ ისევ ზამთარი ხალხში მოვა 100 წლის შემდეგ ისევ დაიწყებს პანდელი თოვას 100 წლის შემდეგ ისევ გეждები მხელვარეთ გვერდზე 100 წლის შემდეგ ისევ გაკოცე მხულვარეთ ხელზე მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაგვირვებს შენი წრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუში და ავიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ ისევ ვიждებით მე და შენ ბაღში 100 წლის შემდეგ ისევ ვიჩხუბებ შენ ზახვალ სახში 100 წლის შემდეგ გზადა გამინათებს მე შენს კემთვარე 100 წლის შემდეგ როცა გამიღება და რევკარებს მე გეტყვი მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაგვირვებს შენი წრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუში და ავიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ ალბათ ვიქნებით 120-ის 100 წლის შემდეგ მოგვენატრება ჩვენ 30 100 წლის შემდეგ ისე ვიждებით ბებრები ერთად 100 წლის შემდეგ როცა ვიქნები ჩვენ ახლოს მე ზან მეგეთყვი მე ისე მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაგვირვებს შენი წრემლები მე ისევ გნახე ქუჩაში გუში და ვიფარე სახეზე ხელი 100 წლის შემდეგ ისევ ზამთარი ხალხში მოვა 100 წლის შემდეგ ისევ დაიწყეს პანდელი თოვას 100 წლის შემდეგ ისევ
100 წლის შემდეგ. ცირა მინდა კითხოთ, აი საახალწლო სიმღერა ქონდა მახსოვს 33-ასთან, ხო? ნიაზ დიასთან. და ძალიან პოპულარული იყო რაღაც პერიოდში სიმღერა და დღემდე ახლა სანამ მოხვიდოდით რაღაცებს უყურებდი და ეგ სიმღერა არ მახსოვდა საერთოდ რა და აი რო ჩავთე თითქოს ეს წავედი ისევ და მეთქი ეს ახალი წლის სიმღერა ეგ სიმღერა სადმე ლაივებზე შესრულებოდა ეს სტუდიური ჩაწერეთ და ერთად ერთად არა ხო ეგ სიმღერა вообще ნიაზამ რო შეუცვალა სტილი რეგეიში რო გააკეთა აი ძალიან მოუხდა რა თორე მე მქონდა სხვა იმ როკის პონჩი მქონდა გაკეთებული ამა რეგეიში გააკეთა და მაგრამ მოუხდა ძალიან კარგი სიმღერა იყო მოусმინე მეთქით და იმ დროის ახალი წლები კი გვახსოვს როგორც იყო 12 საკვდა 10 მოვიდოდა შუქი აი თქვენ სიმღერას უსმენდით და პირველი 10 წუთზე მე ხრებოდა ისევ რა აი სადღაც უნდა მოგესწრო მაგის მოსმენა სხვანაირად არ გამოდიოდა დაუბრუნდეთ მაშინ ახლა ცოტა ცხოვრებისეულ ამბებს რა მე ვიცი რომ თქვენ ციხეშიც გაქვთ რაღაც პერიოდი გატარებული ცოტა ხანი ხო კი იყო ეს პერიოდი და როგორც უმეტესობა მაშინდელი ახალგაზრდობის მიზეზით ისეთია ცნობილია ყველასთვის ხო და რაღაცნაირად როგორ რამე დაგეხმართ რამე სიმღერა ხო არ დაწერეთ ციხეში ან გქონდათ ზოგად მაგის თავი სიმღერა დავწერე სიმღერა არ დამიწერია დავწერე ტექსტი და რო გამოვიდა მე ვიმღერე ტელევიზიაში სხვადასხვა ხო და რომელია ეს ისტორია რატო არ ვიცით თუ მე არ ვიცი ჩაწერილი რომელი ტელევიზიამ გადაიღო კარები გამიღეთ გარეთ გავდივარ ვინ თქვა მოკვდაო მე ცოცხალი ვარ რუსთავმა მე მგონი ზოგადად ის სიტუაცია რამის რა საშუალებებს იძლევა იქ რამე პლუსია აქვს შემოქმედებითად რამეს იძლევა თუ ციხემ ის პლუსი გამიკეთა მე რომ დამატორმუზა იმ ამბავში რომ გადავრჩი და ციხე რო არა როგორ ვიქნებოდი კაცმა არ იცის რა ციხიდან რო გამოვიდი სხვანაირი ადამიანი გამოვიდი რა ისე რომ მე ციხე მიშველა იშვიათი შემთხვევა ხო ნუ ეხლა ფაქტია რა შემოქმედებითად რამე ვინც მიცნობს ისინი მეუბნებოდნენ რომ სხვანაირი გავხდი რა ეს რომელი წლებია დაახლოებით 11-ში დამიჭირეს და 13-ში გამოვიდა წელიწად-ნახევარი ვიჯექი რა წელიწადი თუ რამდენი ვიჯექი 11 თვე ვიჯექი უბრალოდ თვითონ ციხე იყო ისეთი რომ ეს პერიოდი იმ ციხეში ნიშნავს რომ 10 წელი ზონაში რომ ჯდარიყავი რა ეს ციხე არ იყო ეს იყო რაღაც ნუ გარუჩი არ მინდა ეგ ძალკე თემაა ხო მესმის კი არ არის მარტივი ეს არის თემა ადამიანი როგორ უნდა გატეხო და დადრგუნო და დედა გარუჩი არ ვიტყვი რა ბავშვობაში ან თინეიჯერობაში ვის უსმენდით ხოლმე რა იყო ბიტლები ინსპირაცია ბიტლები და სკოლის ჩანთაზე მეწერა ბიტლები კედლებზე მეწერა პლაკატები მქონდა დღე და ღამე ჩართული მქონდა ვატრიალებდი და გარუჩი ფირფიტებზე ფირფიტები ყიდულობდი ფირფიტებზე აკრძალული იყო და ეგ ნახდათ ეგრე იყო თუ აკრძალული რომ არ იყიდებოდა პროსტა მე ერთი პერიოდი ეს მელოდია მაღაზიაში გამოჩნდა რაღაც ფირფიტები მაგრამ ადრე არ იყო საერთოდ ჩამოქონდათ ხო ჩამოქონდათ კი ჩამოქონდათ ასპეკულანტთან ან ვიღაცას თუ ჩამოგიტანდა რაღაც მაშინ იყო ვერის ბაღში იყო კლუბი ჯაზ კლუბი იყო აჭარის პირველ სართულზე რომელშიცაც კვირის განმავლობაში ყოველი დღე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ასრულებდნენ როკი, ბლუზი, სამბა და ყოველ დღე იცვლებოდა მომღერალი და იცვლებოდა ჟანრი და ჩამოწერილი იყო და იცოდი რომ დღეს რა ხდება. აი ეგეთი კლუბი არ არის თბილისში. გარდა თითქოს დღეს რამდენი ადგილია სადაც არის ბარები სადაც უკრავენ ბლუს უკრავენ რაღაცას უკრავენ მაგრამ ისეთი კლუბი რასაც ქვია დიდი კლუბი სადაც 200 კაცი მაინც რომ დააშდეს რა
ეგეთი მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. არა, ეხლა რა ვფიქრობ, მეც არ მახსენდა, უფრო პატარა ბარებზეა გადასული. რამოდენიმე კი ადამიანი. ბატონო, იმიტომ რომ ის კლუბი აიღეს და დატიხრეს და სამი ბარია მიაქირავეს 3 თუ 5 თუ რამდენადაც გატიხრავდნენ და რაღაცა სხვანაირი დროა. თვითონ ხალხიც შეიცვალა მდგომარეობა, სიტუაცია, ყველაფერზე მოქმედებს. ვიცი რა, ის ჩემაც მაგაცმა თქვა, პარდია თელაველი პაპა. იმას აქვს სიმღერაში ესეთი სტროფი რა. შეიცვალა ცხოვრება, შევიცვალე მეც. სადაც ადრე სიცხე იყო, ყინვა უჭერს დღეს. ეგრეა რა, ყველაფერი შეიცვალა რა. კარგი, გადავიდეთ მაშინ. მაგრამ კარგი იქნება თუ გადმოვატრიალებთ ამ პლასტიკას და ყველაფერი ისევ თქვენ უნდა გქნათ მაშინ. ვინც უკვე შეძელით ეს ერთხელ. მოდი აი კლუბი გავაკეთოთ თუ გინდა. აი აგერ ვარ. თუ გააკეთეთ, მე დაგეხმარებით ყველანაირად. კარგი. არ არის ცუდი იდეა ის. მოდი სანამ კლუბს გავაკეთებთ, რაღაცა რჩევები გვაქვს ხოლმე მსმენელისთვის. თქვენი ამოჩემებული თუ უსმენთ საერთოდ ეხლა დრო გააქვთ მაგისი მუსიკას ისე აქტიურად უსმენთ აღარ ხო? ანუ არა. ისე აქტიურად ნამდვილად აღარ უსმენ და გული მწყდება რომ არ უსმენ. აი ბოლოს ხო არ გახსოვთ ვინმე ვინც ერა კარგი ყოფილა ეს ან ვინმე ეგეთი ხო არ ჩაგჭად გონებაში. ბოლო იყო მე ვნახე თქვენ გადაცემაში გოგო მღერის კლავიშზე უკრავს და მღერის და ძალიან მომეწონა. ალბათ სოფო ტოროშელიძე ხო? ანუ სოფო ტოროშელიძე კი ბატონო. კი სოფო ძალიან. ეს ცოცხლად იყო ნამღერი ხო? გადასწრებად იმერა და შვენიერი შესაძლებლობა იყო. უჭიერესი გოგოა კი. ძალიან უჭიერი გოგოა. კი, აი სოფო ტოროშელიძე არ არის. იმიტომ რომ მეც მიკვის ხოლმე არიან ჩვენთან ძალიან უჭიერი და კარგი მომღერლები და არა. აიცი როგორი მომენტია? არ უნდა მიბაძო ვინმეს. შენი გააკეთე რა. თუგინეს ფალშით იყოს, მაგრამ შენი იყო, შენებურად გააკეთე. ეხა აქ რო ინგლისურ სიმღერას ვღერიან, მთელი მსოფლიო მღერის, მაგ ინგლისურ სიმღერას არ ვიცი რამდენი ხალხი ეხა თან TikTok-ი და ის რო გაიჭი და რო უსმენ ისე მღერიან თან რო აროჩე რა. ხო და ამიტომ რაღაცა ისეთი უნდა გააკეთო, რაღაცაც მიიღებს რა გაროჩე ადამიანი. პანჩოს სიმღერები რო აქვთ ნამღერი თუ იცით? მე ინტელექტის გაკეთებული სიმღერა ვნახე, საშიახე და ბლუსში გაკეთებული. ეგ ვნახე ხო მეც, არამა ლაივშიც აქვს ერთ გერმანელ გოგოს ნანახი გააქვთ. გერმანელი გოგო მღერის? გერმანელია? გერმანელი გოგო მღერის. ხო. გააქვს ნანახი, აი მე მოვამზადე მეთქი ჩავრთავ თუ არა აქ ნანახი. ერთად მოусმენთ თქო რა და კი ბატონო მოусმენთ. მოდი მოусმინოთ და ძალიან გამიკვირდა რა ვნახე, იმიტომ რომ ზოგადად ქავერების გაკეთება ძალიან რთული ამბავია მით უმეტეს არ უნდა გავდეს შენი, უნდა იყოს და ამ გოგომ არ ვიცი, საიდან მოაგნო, ხო არ იცნობთ? არა, წარმოდგენა არა მაქვს ვინ არის და ქართულად რატომ ღერის ესე კარგად ისიც არ ვიცი. კი, და მე ძალიან გამიკვირდა და აი და მადლობები უხადე, ეხლა რიცია ჩერძელი დავწერე რა. შენი ჭირიმე შენ გენაცვალე. იმედია ნახა, ხო? აი იმედია, ხო. საინტერესოა როგორ მოაგნო და რატო გადაწყვიტა ამ ეს მაღალტონალობა შედა. კარგად გამოთქმა მედია ნახავს ამ გადაცემას და
უბრალოდ ვერ გავიგე. და შეახეთ რალამაზია სიყვარული. მე დაწეული მაგ უფრო ბებრულად ვერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ლევან პანჩო. დიდი მადლობა. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი მხარდამჭერია კურსიჯი. მომავალ შეხვედრამდე და თუ გინდათ რომ ესეთ საინტერესო გადაცემები ხილოთ ხოლმე, დაგვასაბსკრაიბეთ. მადლობა. რა მქონეს ფრთები და ბომბულები რომცი ოდეს თმები პანჯერას ღიას დატოვებდი შემოგიფრენდი მტრედივით და სანთლი შუგზე ძველ სიყვარულზე ჩვენ ვიმღერებდით ლოგიში მედილით ადრე ალიონზე გავფრინდებოდი ბოდიში ვადარაულო მე დღეს რომ ტრედი არა ვარ პანჯერას ღიას მოდატოვებ დღეს კი ბეებით ამოვალ კარგად